გამარჯობათ, მოგესალმებით. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ხალხო. მოგენატრენ და გული მწყდებოდა, რომ აღარ მეპასუხებოდით და თქვენ ვიდეოებს აღარ ვეღარდებდით ვიდეოებს და ჩვენი ბრალია, რადგან ჩვენი ბრალი პრინციპში არ არის 4 თვის განმავლობაში Facebook-ი გქონდა დაბლოკილი და ფიზიკურად ვერ ვდებდით ვერანაირ ვიდეოებს, მაგრამ იმდენი SMS-ი შემოგდიოდა და იმდენი ადამიანი ვკითხულობდა, რომ სად იყავით, სად ხართ, როგორ ხართ, ბებო როგორ არის, ყველა ის რამდენი ადამიანი კითხულობდნენ, აი სამართალმა გაიმარჯვა. ჩვენ გავიმარჯვეთ, იმიტომ რომ ისევ კავშირი უნდა გქონდეს თქვენთან ერთად. და დავიბრუნეთ Facebook-ი და დღეიდან ვიდეოებს აღარ მოგაკლებთ. აი მართლა ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც გწერდით, ვკითხულობდით და არ დაგვიწყებივართ. ბებო, იცი რა მაინტერესებს? ეხა რამდენი ხანია ვიდეო არ დაგვიდია და ეს 4-5 თვეა, აი რასაც ქვია, ყოველდღე არის მოწყენილი, ყოველდღე არის რაღაცნაირი მარტოსული. ხო ეგრეა ბებო? ეგე ხო და აი მაგათ ვიდეოებს რომ ნეტა რატო? აი იმიტომ რომ მაგათგან გამოგზავნილ ვიდეოებს ვეღარ ვკითხულობდი, აღარ ვისგან ვკითხულობდი. გამოგზავნეს? ხალხისაგან. ხალხი კი არ გვიგზავნდა ვიდეოებს, ჩვენ ვდებდით ვიდეოებს. ჩვენ ვდებდით და ხო ისინი პასუხობდნენ. კომენტარებს გულისხმობ. კომენტარებს გვიკეთებდი და მე რომ ამ კომენტარებს ვკითხულობდი, მემატებოდა მართლა ეგრე იყო, აი მართლა აბა მატყილად რა მაქვს ალაპარაკო. აი მართლა რომ თითქოს ახალგაზრდობა მემატებოდა რომ ხალხი ესე გვეხმაურებოდა და უყვარხარ და ამ პატივისცემით. აი ამიტომ მეც ყველა მიყვარს, ყველა მიყვარს ბედნიერობას სულ ყველა ადამიანს, რომ სულ ბედნიერ ცხოვრებით იცხოვრონ. ჩემო ლამაზო ხალხო. ბებო, იცი რა გითხარი შენ? ესე იგი 4 თვეა, რაღაც ერთი სიმღერა აქვს ამოჩემებული, რომელზეც გიждდება და ყოველ დილით რო რთავს, საღამომდე აქვს ჩართული და usmens. რა ქვია შენ საყვარელ სიმღერას? შუა ამის რვის შუა. არა. აბა რომელად აღარ მაგალ. რა ქვია შენ საყვარელ სიმღერას? ინტუჩი გეტყვი. ინტუჩი დაიწყე. აი, სახელი აღარ ახსოვს, ეხა usmenet ჯერ სიმღერის სახელს და მერე რა სიმღერა მოსწონს. შუაღამის 2 ნახევარზე ქალი მენახე, აი ამას უცმენ. აი რა მოგწონს მაგ აი სიმღერაში? იცი რა მოგწმენ? აი თუ დაუკვირდები, სულ სხვანაირი შინაარსია. აი ცხოვრებისეულია, რაც ნამდვილად ცხოვრებაში ხდება, ნამდვილ სიყვარულს რო ადამიანი განიცდის. მესმის, ყველაფერი მესმის, მაგრამ ეგეთი რაღაცნაირი უცნაური სახელი რატო ქვია? და თან ცოტა უაზრო. არ არის უაზრო. შუაღამის 2 ნახევარზე რატო? ან 2-ზე იყოს, ან 3-ზე. ახლა ეგრე უნდა და მაგის 2 ნახევარი რა? 2 ნახევარზე ქალი ვნახეო, მომავალი გზაზეო. პირველ ადგილზე მიყენე აი ეგ სიმღერა. აჰა. მოკლედ. ჩემ გულში შვილო. კიდევ გვაინტერესებს ეს ბოლო პერიოდი, რა შვები და როგორ ხარ? ეს ხათა შორის 1000-ნაირი წამლები მომიტანა ჩემო შვილებმა, 1000-ნაირი. მაგრამ 2 და ვიყავი ისე თითქოს აღარაფერი მდგოდა. ვაიმე და წუხალ ფეხების ტკივა ბებოს ყოველ ღამე. ყოველ ღამე. არანაირი წამალი აღარ არსებობს, რომ არ მეხმარია. ისე მეხმარებიან ჩემი შვილები. შვილები ძალიან პატივსამცემი. ეგ გავიგეთ, რომ საუკეთესო შვილიშვილი მარიამი ყავს, ეგ გაიგო. მარიამი ჩაკერას უყველა. ხალხმა გაიგო. მარიამი. მე გეკითხები შენ მდგომარეობას და არა შენი შვილების და შვილიშვილების. ცოტა თითქოს გამოვწორდი და ეხლა ნახოთ აბა როგორ წავა ჩემი მდგომარეობა. შენი მეგობარი სად არის? ვინ არის ჩემი მეგობარი? ვინ არის შენი მეგობარი? მარიამი? არა, შენი მეგობარი. თეთრი როა. ხო, ოდრი. სად არის? ეხლა ზინას ოდრისა. იცი ხათაშორის ეგ ოდრი ძალიან მართობს, ძალიან მეხმარება. აი მიალერსება. მეც ვეფერები და გადის დრო თითქოს ადამიანებთან მაქვს საქმე. ეგეთ საყვარელი რაღაცა. მაგას ზაღლი არ უნდა ერქვას, არა, ძვირფასი რაღაცა, მაგრამ ძალიან წუხარ. შენ ჯობრაზები იცი? რატო? იმიტომ გოგო მინდა რომ ლეკვები ყავდე და დავინახო ის ლეკვი როგორ შემოცუნცულდება პატაწეები რა კარგები იქნება. აბა როცა დაბერდება მე რაღა ლეკვები უნდა გაზარდო. ესე იგი, ჯერ ოდრი არ გინდა და ეხა ოდრის შვილები გინდა ხო?
ოდრის შვილები ძალიან მინდა. რატო? აი რატო? იმიტომ რომ ოდრი რო კარგია, ისინი ლამაზები იქნებიან და კოხტეები. მოკლედ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ვიდეო გადავიღეთ და დავდეთ, იმიტომ რომ უდიდესი სიმწარე ყოფილა Facebook-ის დაბლოკვა და გაუქმება. ეს 4 თვე აი ყოველ დღე ნერვიულობდი მაგაზე და მთავარია ეს იყო უკანონობა რომ დახურეს და თითქოს ჩამოგვაჭერეს. ძალიან უკანონოდ მოიქცეს და მიხვდნენ ამ შეცდომასა და ამიტომ აგვინახავდეს ისე ჩვენი ვიდეოები. მე კადონით ვერალაპარაკო, მაგრამ შენ ხო არის საერთოდ რა ხდება და ვიდეოები არავის არ ჩამოუჭრია შენთვის. აბა რატომ არ ვლაპარაკობდი? მაგას ვერ გაგაგებინებებო, ეხა რომ საგიხსნა ვერ მიხვდები და მაგრამ ვიდეოები არავის არ ჩამოუჭრია. ვართ ისევა. ხო, ვართ ისევ და ვიდეოებს აღარ მოგაკლებთ ამიერიდან და ხშირად დაგენახებით ხოლმე. თავის მობეზრების გარეშე ოღონდ. ვიპასუხეთ. ხო. აბა ნახვამდის და დროებით. დროებით და კოჩნით ბევრსა.